2020 წლიდან რაც COVID-19 პანდემია დაიწყო, სამი მთავარი რეკომენდაცია გვესმის. პირბადის ტარება, ხელების დაბანა და დისტანციის დაცვა. მაინც როგორ გვიცავს დისტანციის დაცვა COVID-19 გავრცელებისგან? მხოლოდ დისტანციის დაცვითაც კი შეიძლება შემთხვევათა რაოდენობის 10-15%-ის პრევენცია. უსაფრთხო დისტანციის დაცვა ერთმანეთისგან 2 მეტრის დაშორებით დგომას გულისხმობს. თუმცა ეს მანძილი გარემოებების მიხედვით იცვლება. დღევანდელი კვლევები აჩვენებს, რომ ხმამაღლასაუბრის, დახველების ან დაცემინების დროს ეს მანძილი შეიძლება გაიზარდოს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მუდამ გვეკეთოს პირბადე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში და შეველიოთ ზოგიერთ ყოველდღიურ ჩვევას. მისალმების ფორმები, როგორიც არის ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, ანუ ისეთი ქცევები, რომლებიც ძალიან დამკვიდრებული იყო ჩვენს ყოველდღიურობაში, ეს ზრდის ინფექციების გადაცემის რისკებს. შესაბამისად, ალბათ უმჯობესი იქნება, რომ მომავალში ჩანაცვლდეს ეს ქცევები, შედარებით უფრო ნაკლებად სახიფათო ქცევებით ინფექციების კონტროლის თვალსაზრისით. სასუნთქი გზებიდან ნაწილაკების გამოფრქვევის მანძილი დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად ხმამაღლავს საუბრობთ. დახველების ან დაცემინების შემთხვევაში ეს მანძილი შესაძლოა გაიზარდოს. გავრცელების მანძილი დამოკიდებულია ნაწილაკების ზომაზეც. და რაც უფრო დიდია წეთი, მასზე უფრო მეტად მოქმედებს ინზიმის ალა და უფრო ახლოსვე გამოილექება, რაც უფრო მცირეა წეთი, ის ნაკლები ვირუსს შეიცავს და რაოდენობრივად. თუმცა შეიძლება ჰაერში უფრო ხანგრძლივად დარჩეს, თუმცა ჩვენ უნდა ვისაუბროთ, რომ ადამიანებმა ერთდროულად დაიწყონ დისტანცია და სხვა რეკომენდებული წესები, როგორც ან იღავით. COVID-19 გავრცელებიდან მალევე ნათელი გახდა, რომ ვირუსის შეჩერება არც თუ ისე ადვილია. თუმცა მისი გავრცელების შესამცირებლად საჭიროა ამ სამი წესის ერთდროულად გათვალისწინება. ხელების ჰიგიენა, პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა. და თუ სამივეს ერთად არ ვიცავთ, ინფიცირებულ ადამიანთან 15 წუთიანი ურთიერთობაც საკმარისია, რომ ვირუსი გადაგვიდოს. 24 საათის მანძილზე 15 წუთიანი კონტაქტი, თუნდაც ეს 15 წუთი ცალკეული ფრაგმენტებისგან შედგებოდეს, დისტანციის დაცვისა და ნიღაბის მოხმარების გარეშე არის მაღალი რისკი იმისთვის, რომ მოხდეს ადამიანის ინფიცირება. თუმცა ფიზიკური დისტანციის დაცვა და სოციალური დისტანცია ერთმანეთისგან განსხვავდება. კარანტინმა და ხანგრძლივმა იზოლაციამ შესაძლოა ადამიანებში დიდი სტრესი გამოიწვიოს და პანდემიის დასრულების შემდეგ ახალ პრობლემამდე მეგვიყვანოს. ძალიან მნიშვნელოვანი არის აი სოციალური ინტეგრაცია და სოციალური ურთიერთობები იყოს შენარჩუნებული. იმ ფორმით, რა ფორმითაც ჩვენ შეგვიძლია და ჩვენთვის იქნება კომფორტული. თუნდაც ყველაფერი იყოს ონლაინ. იმიტომ რომ ეს საბოლოო ჯამში გავლენას ახდენს ჩვენს ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ქცევებზე და უნდა დავიცვათ ჩვენ ფიზიკური დისტანცია, მაგრამ უნდა გქონდეს ჩვენ სოციალური ურთიერთობები ყოველდღიურად.